ამათ მივაწვენ ყველას, დავაძინებ. მე აი რო გავშლი აფრებს. მე ვიბაზოთ მუსიკაზე და ჭეშმარიტ სიყვარულზე. ჰომო ერექტუსის დონაცია ათლარიანი, ფეხბურთში ჰომოფობიაზე რო თქვათ ორი სიტყვა, რა გამოიყვანს კლოზეტიდან ფეხბურთელებს ალბათ, ხო? კლოზეტიდან, ანუ იმიდან რა ქვია. ხო. დაკამინგ აუთდნენ, ანუ ეგ ფეხბურთზე არა ზოგადად ცხოვრებისეული პრობლემა ალბათ და ხო, ფეხბურთში უფრო ისე არის, გამჯდარია, მაგრამ სხვა შორის ქალების ფეხბურთში არ არის. ხო, იმიტომ რომ ეხა იმიტომაც არ არის, რომ საზოგადოებაში მაინც ნაკლები აგრესია, ხო, მაგიტო არ არის. კი ბატონო. იმიტომ რომ ბევრი ნაკლები აგრესია რა, მესაც ვიტყვი, სიმპათიაც კი არა. კი ბატონო. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ მით უმეტეს. უსამართლობაა ეს. დისკრიმინაციის ბოლო დონეა. ო, მაგრამ ნუ ეგრეა ფაქტია. ქალთა ფეხბურთში ბევრი ღიად გეი, ლესბოსელი, გეი ფეხბურთელი თამაშობს და კაცებში თითქმის არ არის. თითქმის კი არა, ხო ფაქტობრივად არ არის. ვიღაცა რაღაც იქნება, მაგრამ რაც მარცის ვინ არის. სხვადასხვა დღეს ამომიგდო ვიდეო ვიღაცა ფეხბურთელზე არ გამიგია ეგ ტიპი, იმიტომ რომ 70-იან წლებში და 80-იანებში თამაშობდა ინგლისში. ოღონდ როგორ გუნდებში იცი, რა თქმა უნდა, ორ გუნდში აქვს ძალიან ბევრი თამაშები. ნორვიჩში და რაღაცაში. და ბიჭო, ძალიან უცნაური ისა ტრეილერი იწყებოდა იმითი რა ქვია, ორი ტიპი დგას და უკან არის მოტელი, რაღაცა ლოს-ანჯელესში. ლოს-ანჯელესის ჰოლივუდის, ვესტ ჰოლივუდის რაღაც მოტელია და რომელიღაცა საიტის აზრით, ვოგის მე მგონი თქო. ეს არის ყველაზე ცუდი მოტელი ლოს-ანჯელესშიო. მაგრამ მე სხვა ჟურნალს ამბობენ რაღაც ძალიან ცნობილს, ამ ჟურნალის აზრით, ჩვენო გავაკეთეთო ყველა წლის საუკეთესო დოკუმენტურიო. ამ მოტელზე თუ რაღაცა, რა ჩვენი დოკუმენტურია, წლის საუკეთესო დოკუმენტურიო და მე იწყავს ტრეიბის ბაზა. და რა ტიპია რა, რომელიც არის მფლობელი ამ სასტუმროში თუ რაღაცა. ქერა ტიპი არის. ნასაკოვანი, ასაკშია რა. და კარგი ნელა ტრეილერს გულებს არ გავრო, თურმე ეს ტიპი, კარგი მოტელზე კი არა ეს დოკუმენტური, ამ ტიპზეა შეჩემა, რომელიც არის თურმე ყოფილი ფეხბურთელი. რომელიც ნორვიჩში, კარგი აიხანი იყო, რაღაცა გუნდში იყო, კოვენტრი თუ აი მეორე ხარისხოვან გუნდში, ოღონდ უმაღლეს ლიგაში რა და მე იყო ნორვიჩში, ძალიან დიდი ხანი 200 თამაშა განთამაშები რა. და თარგმნი იყო, რაღაც ტიპი თურმე ყოფილა გეი შეჩემა. ფეხბურთელი როცა იყო. ოღონდ იასნია რომ არ დაკამინგაუთებულა და რომ მოამთავრა კარიერა, წავიდა იმაში ამერიკაში საცხოვრებლად და ცოლი ყავდა და ორი შვილი თურმე ტიპს. და ფიქრობდიო რომ ვერ არ მიმიღებდნენ თუ რაღაც გამრიყავდნენ და მოხია წა 35 წელი ეძებდა ოჯახი შეჩემა. ვაფშე ცოტა სად იყო ტიპი თურმე რა. და მე იპოვეს ამერიკაში რომ თურმე სასტუმრო მოტელი ქონია და იმ მოტელის ფლობელი. ოღონდ ეს მოტელი მე ქონია და იმ მოტელის ფლობელი. ოღონდ ეს მოტელი მე აღარ იმასნეს. რაღაცა გამოისყიდეს, გააუქმეს თუ რაღაცა და გადაექციეს უსახკაროთა თავშესაფრად თუ რაღაცა რა. მოტელიც აღარ არის უკვე. მოტელი არ მინდოდა და მოტელი მინდოდა. კაი ხანი ხარშებოდა, ხო? აი დავაბუღა, პირველად რომ ახსენე მოტელი დავაბუღა მე რო იქ. მოტელი მეჩი. მოტელი. თავისეთი რა. მოტელი აი. სან. იმენა. ახლა და ეხლა რაღაც მოტელი აღარ აქვს. მოტელიც აღარ აქვს ახლა და. რაღაც რაგვარი იყო? ახლა ვეღარ ვიპოვე, მაიცა. ბიჭო, არა, თან გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ნორვიჩში. არა, ვეღარ ვიპოვე შანსი, რაგვარი იყო, ბიჭო? ახში. პაუელი, მაიცა? და იმასთან ერთად თამაშობდა, ბიჭო. თურმე რა ნორვიჩში ხო? არა, ატყნავდა ალბათ არავის, მაგრამ იმიტომ რომ ხო ტონი პაუელი შეჩვენა. ნახე მოტელ პაუელი. რა თამაშები ნახე ბორნმუთი 209 თამაში, ნორვიჩში 227 თამაში. ბორნმუტელებში თამაშობდა. ბორნმუტელებში თამაშობდა. და მე კაპიტანი. ხო და ნორვიჩი ამის თანაგუნდელი იყო ისა ჯასტინ ფაშანუ, რომელიც შემყლეზე კიდია, ხო იცი არ იცი ვინ არის, მაგრამ ჯასტინ ფაშანუ ცნობილია იმითი, რომ ტრაკი დახტებოდა. ბიჭო, არა, ის არის. არა, ტრაგიკული ცხოვრისა აქვს, ისტორია აქვს შემო. რა აბა? ესეც გეი იყო. და თავი მოიკლა.
შეჩემა кай გუნდი ყოფილა ძალიან. არა, თავი მოიკლა ამან და მაგის ფონზე? მაგის გამო ხო რაღაცა ეგ. ოღონდ ამის ძმა ჯასტინ ფაშანის ძმა ჯონ ფაშანუ იყო, ძალიან მაგარი ეგროკი იყო. იმაში თამაშობდა, უიმბლდონში თამაშობდა და 80-იანი წლების ერთ-ერთი გამოჩ. ავჭი ინგლისის ნაკრებში აქ იმას დოხოვე თამაში ჩატარებული რა და ეს იყო აგზელება უნდა იყოს მაგათი მასები. არა, ამან თავი მოიკლა ამ ტიპმა რა. ჯასტინ ფაშანუ 27 წლის იყო. ამის ძმა იყო რაღაც კითხვები აქვს ნოშენთან. აიცა. დათო, იქით რა ხდება? იქით რა ხდება, ბიჭები უკვე რა ჩაცმულები არიან. უკვე დატყმაურების სახეც აქვს და კითხვა. ხო და ეხლა ვკითხულობდი და აღარ მახსოვდა. ეს ამან coming out-ი გააკეთა მართლა იმაზე რა ქვია, კარიერის დროს. აჰა. და იასნია მე დაერხა და რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემების ეს თავი მოიკლო და ამის ძმა, короче, игроки იყო რა просто. ვეღადავები, ანუ ვიღაცა და coming out-დეს ეგრე მოთამაშე. ხო. ანუ ფეხბურთის გულშემატკივარი თან მაინც ან ისეთი ტიპია რა, ანუ ჯერ მარტო რასიზმი რა დონეზეა ფეხბურთში. ეხა კიდე ვინისიუსი რომ გამოვიდეს და თან თქვას რომ კაცები ასე ბავშვი ჩემო დედას მოთხნა ესებოთან შეჩემა კიდე დაუმატებენ და შესაძლოა მესმის რა ეგ ისა რა ქვია. ხო და ეს ჯონ ფაშანო ამის ძმა თამაშობდა იმ უიმბლდონში, თასი რომ მომაც მოიგო. ვინი ჯონსებით და სასტავით, აი ცუდი ტიპი. აი ნუ ჩაყევი ეხა შესაძლოა. ძმაზე გეუბნები რა, ეს კაი ეგროკი იყო მეთქი და უიმბლდონში თამაშობდა და 236 თამაში 7 გოლი აქვს ტიპის გატანა, ძალიან კაი ეგროკი იყო რა. просто ნაკრებში თამაშა ორჯერს ინგლისის. უცნობის და უტრაკეს საქმე. უსახელო დონაცია 20 ლარიანი. გიორგის 8 ლარიანი დონაცია ასევე იმის გარეშე, ტექსტის გარეშე. 8 ლარიანი დონაცია ლეო მესისგან. ცოტა გაგემეტებინა მეტი რა იყო. ტატო შენ სახელზე უნდა მოვიგო მეორე მსოფლიო ჩემპიონატიო. მიდი ლეო. შენ ვართ. უსახელო დონაცია 8 ლარიანი. ბოლო 15 წელია მილანი უკეთეს გუნდია ნაპოლიას ავიკითხეთ უკვე. დევიდ ბოუი კიდევ ერთი 100 ლარიანი დონაცია. ტატო ერთი ღამე მუსიკაზე გვესაუბრე. რა თქმა უნდა, ამათ მივაწვენ ყველას, რომ დავაძინებ. მე აი რომ გავშლი აფრებს. მე ვიბაზოთ მუსიკაზე და ჭეშმარიტ სიყვარულზე. მე ისე მაგოთახში მძინავს თან. ძალიან კაი. ალექს ფერგიუსონისგან 8 ლარიანი დონაცია. აო თუ კარიკი, ალბათ კარიკი, ან კარილი წერია. მომავალ წელს პრემიერ ლიგას მოიგებს, მომიწვევთ ორშაბათობაშიო. ფერგიუსონს? აი, კარიკი უნდა მოვიწვევთ ფერგიუსონის შუაში. კარიკს მოვიწვევთ. არ მოვა. არ მოგიწევთ, არავითარ შემთხვევაში. კარიკს მოვიწვევთ. კარიკმა ჩემპიონთა ლიგა რომ მიაყოლოს ზემოდან, მე მაინც არ მოგიწევთ. მე მოვიწვევთ. მე პირობას ვდებ, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონი თუ გახდა მანჩესტერ იუნაიტედი, მაიკლ კერიკს მოვიწვევ ორშაბათობაში. კერიკს თვითონ. ხო? რა თქმა უნდა, უარს იტყვის. კი არა, ვერც გაიგებს. მაგრამ ეს ადამიანი სავარაუდოდ ეს ადამიანი კერიკს რაღაც მოვიწვევ. ეს ამ ადამიანს? არა. არა, ფერგიუსონს მოვიწვევ. ალექს ფერგიუსონს მოვიწვევ. ვინს დაადონატა? ალექს ფერგიუსონს მოვიწვევ. ალექს ფერგიუსონი ვაწერია შეჭმა და ალექს ფერგიუსონს და მაიკლ ეხავე მოვიწვევ, რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგა მოიგონ. მაიკლ კერიკს ვიწვევ ორშაბათობაში, რომ შემდეგ გააცემას გვესტუმროს ნორიოდან რომ ჩამოვალთ, აქ დაგხვდეს და მართლა რომ მოვიდა. ვიღაცა რო იყოს ხა ტიპი, აი ძამაკაცი რო იყოს მაიკლ კერიკის და რო თქვას რომ მოდი მაგარი გამოვაყლევოთ ტიპებიო და ეგეთმა გავაკეთოთ. ხო შეიძლება შეჩემ. ხო არის ქართველები ხო არიან აი ვიღაცასთან ისე ტიპთან ზმაკაცომე რო გაიგებ რომ გამოყლევდები რომ ამასთან დანაერთ ზმაკაცობს ეს ტიპი ამასთან საიდან რა კავშირი აქვს. მაგრამ ხო არის ხანდახარ რომ გაგიგია რომ როიმ ბიჭო მარაზმი გაქვს ეხა უკვე ხამე მეშინია შენ იქ წაყვანი შეჩემა. არ წამოვალ შეჩემა დავრჩები მეზარება შენ თქონია რომ ძალიან მეხარისება ხა იმ სიარული ძალიან ცდები. დავიდი 10 წლის მიყვარხართ 20 წლისა და თქვენს ვიდეოებზე გავიზარდე ფაქტობრივადო. რატო გაგაჭყობს? რძე. რა რენდაცია ტატო შეგოუთო. კნო რძე წერს კომენტარს და თოდ დაბლოკე. არ მინდა ვაგინო შეშენ. როგორ ხარ ტატოში ჩოილარო. შენი გონდა. თან კრატოსის სურათი უყენია, ახალგაზრდა კრატოსის და ახალგაზრდა კრატოსი. მაგის გარეშე შეიძლება თუ მინდა რომ სასაცილო იყოს რამე რა. კრატოსი იყო. რა გაცინებთ? ვიცინიან კომენტარებში. ესენი აგიზეა კომენტარებში რა გაცინებთ? რა სასაცილო მაგაში თო.
კაი, ეგრე. ორშაბათო ვიჭუჭუყლეობაზეც ხო შეგვეძლო რომ დაგვეჯო რომ ჭუჭუყლეობა სათო გვეძახიო, მაგრამ ხო სასცილო იყო. ჭუჭუყლეობა გადაცემა შეჩემაკ ტიპამ პირად მომარტო როგორ გადაცემა ჩოილარო შეჩემაკ. უჩაში ვიღაცამ მიტყვა შეჩოილარო რას ის გაიცინე? აჰა, ქუჩაში ვიღაცამ ეს პროსტო ჩამო. რო გაქო არ ჩაარტყავ სახეში ერთს. ქუჩაში შეხვდე და აი არა შენ გადაცემას დაუშვათ არ ქვია ჭუჭუყლეობა და მოდის და გეუბნება რომ ჭუჭუყლეობა მაგარი ჭუჭუყლეობა მიყავს რო გითხრას. ეხა ძველს გაწევ ქუჩაში. რაჩი ინტონაციას და შენ ჩოილარო. გაგეცინე. რაჩი ჯერთ იმ ტიპს არ უთქვამს მაგ იმითი, მაგ ინტონაციას, მაგ ლოგიკით, მაგ იმითი არ ამანაც გაიხუმრა შეიძლება, კაცმა არის. რა გაიხუმრა, შენ ჩოილარო რანაირი ხუმრობა შეჩემ. ზეგეუნება შეჩემა რა რატომ? მნიშვნელობა ჩოილარო რა არის, როგორ ხარ ჩოილარო? კომენტარია დაწერილი სულ რა ისტორიაში. აი ეს ადმინია და ხედავს მაგას ხო? ფუკალატოს. აჰა. მეორე ფუმახარა. ხარა ფუკალატოს. პოდკასტს როდის გადევს. აჰა. შენ ჩოილა. პოზიტივი. მე მგონი კრატოსის სურათიანი რძერო. კრატოსის სურათი. კრატოსის სურათიანი რძერო რაღაცას გეუბნება, ეს არ უნდა მიიღო სერიოზულად ამ ხელა კაცმა. აი ეს ჩოილარი თუ არა. ჩოილარი თუ არ ხარო, ეს ნაბოზარი ნაყერა. აუ კრატოსის სურათი აგირძენა ჩოილარი. აჰა, რა შეპედარასტო, მე რა მოხდა? 50 ლარიანი დონაცია უსახელო, უტექსტო. 10 ლარიანი დონაცია მედოლე ანზორასგან დინპიტაურიო. დამპიტაურიო, რაც არ არის სწორი. აზორ. დინპიტაურია სწორი. დინპიტაური არაფერი არა. ეგ არა, დინპიტაური არ არსებობს. არის დინპიტაური. დამპიტაური აი ეს უკონტექსტოდ უნდა იყოს ამოჭრილი, აი ეს ახლა ლაპარაკობ, ეს თუ ტრიალებდეს ყველა. მათ უნდა კონტექსტი, მეტი კონტექსტი რა გინდა? დინპიტაური არაფერი არ არის თქვა, არის დინპიტაური. ეხლა ეს ჩაუგდეთ საგიჟეთის დირექტორებს და პერსონალს ჩაუგდეთ, აი ეს მონაკვეთი ამოჭერით და თუ დასაწვენიათ ხო კითხეთ. დამეთანხმებიან საგიჟეთის. პატუცემულებო, დინპიტაური არ არის. ბიჭო, ეს კორექშენი რატო გევასება ყველაფერში? არაფერი არა. ანუ აი, აქ არის ზოგადად ეს არის ძალიან ზოგადად ქართულობას გვართმევი. დინპიტაური და ქართულობა, დინპიტაური. ქართულობა მაშინ დაკარგე. არაფერი არ არის. ახალ კარტოფილს რომ მაიონეზი მოასხი. ეს მაიონეზი არ მოვასხი, მაიონეზი გვერდზეა და მე აწობა მას. მაიონეზი გვერდზეა და ეს სხვათა შორის გუშინ ვიყავი. ჩაჯმული კომე რა კამბექი იყო ეხა ეგ. არა, მაიცა სხვათა შორის არ მოასხი. ჩავაცე. აი მაიცა გუშინ ვიყავი კაკლებში რესტორანში. ეს დაფნა კაკლები დაგვივალავ, ხო? სხვა დღეებში იყო. კაკლებში ვიყავი. პირველად სხვა შორის ჩემ და სამარცხენოდ მაგამ ნამყოფი არ ვიყავი. მე არ ვარ ნამყოფი. ხო და მე ხარ წყნარში ვცხოვრობდა. ბოლო წლებია და მაგით. კოღოს დუკანში ნამყოფი ხარ? კი კაცო. რა კითხვა? შეჭო. რამდენი წელია კოღოს დუკ? დიდი ხანია. რა, კოღოს დუკანში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ხო და კაკლებში ვიყავი და ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი სხვა შორის. და კარტოფილი ჭამე თხემლით. ძალიან კაი. ოღონდ კარტოფილი კაი იყო. თხემალი იყო ძალიან კაი. არა, ახალი კარტოფილი გაძველი, არა, ძოსია თხემლით ჭამე შეჭამე. ახალი კარტოფილი, ახალი თხემლი? ახალი კარტოფილი, კამათი და რაღაცა და მწვანე ახალი თხემლით ჭამე და თხემალი იყო ძალიან კაი. პროსტა ნუ იგივე შეიძლება დამიტოვო. ხო, რომ დაჭრილა. თხემალმა გადაფარა, კარტოფილის გემოს ვაფშე ვერ ვიგებდი. მე პურიც დავითრიე და ეს დედა უტირე იმ თხემალს, სულიდან გადავჭამე, ძალიან გემრიელი, ძალიან მაგარი თხემალი იყო. ვაფშე ვიფიქრე, თხემალს ვიждები, კაი გემრიელი. ხო და მე ხო ვეძებ იმებს, აი ეგეთ ადგილებს ვეძებ რესტორნებს, სადაც კაი თხემლები აქვს, იქიდან გამოვიძახო ხოლმე რა. მართლა. თო დედა ჩემი რა აკეთებს თხემალს. წითელს მწვანეს არ აკეთებს. და მწვანე თხემალს ვეძებ კარგს. რესტორნებიდან. სამე თუ იცით რესტორნებში ამ კაი მწვანე თხემალი მირჩიეთ. ბევრს გამოვიძახებ რომ მქონდეს სახში. ხო და დამპიტაურია ორი ფორმა. დამპიტაური არაფერი არა. რომას ფანი. აბა გამოუტყანით თუ არა მილანი. 8 ლარიანი დონაცია იყო. გამოუტყანით. მეც რომას უშემატკივად მივიშნე თავს ნაწილობრივ ცოტათი. სხვათა შორის რო უყურებდით ამას, ეს თეთრი ფორმა რო ეცვათ, ძალიან გული დამწყდა რომში რო ვიყავი რა ვიყიდე ეგ ფორმა რა. ვაყვაი რომას დაცინე ვებს ვერ მოიგებენ და ძალიან ლამაზი ფორმა. მაგ მწვანე ფორმას აუცილებლად დავითრო. თეთრ მწვანე ფორმას აუცილებლად დავითრო. 6500 ქათამი მოერება თუ ერთი მურა დათვი და რატომო?
6500 ქათამი გააჩნია, ნახე, თუ აგრესიულად განწყობილი 6500 ქათამია და იმ განწყობით არიან, რომ ამ დათვს ახლა დედა უნდა მოუწყნათო. მაშინ მე მგონი დათვს მოერებენ, იმიტომ რომ ჩაკოლავენ, просто ფიზიკურად ვერ 6500 ქათამი, თავის ნისკარტი და იმეები, ჩემო, ასლაპა 6500 ამდენია დამოიგე. ყავი, ისა ბეწვი იმხელა ვერ ერთ-ერთი ქათამი. ისე ჭრილობას თვალები ერთადერთი, მაგრამ თვალების მორევა ანუ შევა დააბრმავო, მაგრამ აი ესე რომ დადგეს დათვიდებს. ანუ ნახე ქათამი ფიზიკურად ჭრილობას მოდი ასე ვთქვათ. 6500 ქათამი თუ პროსტა ქათამია დაყლებული რა დათვი დედას აი გადაუვლის ვერაფერს უზამენ საწყლი მაგრამ თუ იმენა ბრძოლაა და დათვიც დგას და ესენს მოდიან ბიჭო არ ვიცი რა მესმის მაგრამ იმ ჭრილობა დათვის ის ერთმა ქათამა ერთი ჩარჭოები ჩვენ ვერაფერი უნდა მაგრამ აი ამ ადგილას გაუთავებათ რომ ულტრაპუმონთ ქათმებმა დააზიანებენ 6500 ძალიან ბევრია შეჩემ ეხა მაშინ დათვი თუ კარატე კუნგ-ფუ პანდა თუ არის ანუ ქათამი იმიტომ ქათამი რო ისა არის ქათამი და არა ხო და აგრესიულად განწყობილი თუ ტრენერი იყავთ და 6500 მიმართა რომ იღლიაში აქვს სუზეწენ დაგურთხით ეს 60 ეგრე არა მაგრამ ეს 6 ბიჭო 6500 ქათამი აგრესიულია ხო აგრეს მიიწევს დათვისკენ დათვისკენ მიიწევს დედას სტრატეგია არ აქვს ჰა დაიღლება 6500 ძალიან ბევრია რო დაიღლება ხო 500 რო გაჟილით აი ეს წამოწვება აი ესენი კორტნას გააგზ არ ფერმოუ პროგრამოა ადგება მერე ასლაპარაკო პროგრამოა უნდა მოუვიდეს შეჩე აი 1000 კილო 5-დან 2 თუ ცოტა. ალბათ იმას ვკითხოთ AI-ს. In a bizarre fantasy battle, a live bear easily destroys 6,500 fighting chickens. However, if you meant 6,500 chicken wings as a competitive არა ხო. ანუ კაროჩე 6500 chickens-ო მარტივად მოუგებსო დათვიო რა. AI მეგრე თქვა. On Google-ის AI. მაგრამ ეგრე მიუწერო გაწვნილი ქათამი იქ თუ ურტყეს და რაღაცა აგრესიული ქათამი ეგრე თვითონ აგრესიული ქათამი თვითონ თქვა კი